ქრისტიანობა და თავისუფლება პიროვნული არის განუყოფელი კატეგორიები. განუყოფელი. ხშირად ეს არ გვესმის. აი მაგალითად, აი ახალგაზრდები ხართ, შეგიყვარდებათ, ოჯახებს შექმნით. სიყვარული და სიმდაბლე არის განუყოფელი კატეგორიები. სიმდაბლე და სიყვარული. თუ ადამიანი თავდაბალე არ არის, მას სიყვარული არ შეუძლია. რას ნიშნავს თავდაბლობა? თავდაბლობა ნიშნავს ის, რომ შენს წინ ადამიანი დგას, შენ არ ჩათვალო, რომ შენ იმაზე მეტი ხარ. თავდაბლობა ნიშნავს იმას, რომ შენ გაიგო მისი სულილები და მისი სისუსტეებიც კი გაითვალისწინო და ხშირ შემთხვევაში პირიქით დაემორჩილო, რა უნდა, აბა რა გაგიხარდება, რა მოგეწონება. ეგ არის სიყვარული. აი მაგალითად ბავშვი რო ჩდება, პატარა ბავშვი რო ჩდება ოჯახში, მთელ ოჯახს კრავს. დედა, მამა, უფროსი შვილები თუ ყავთ კიდე, ბებია, ბაბუა, ვიღაცეები და ეს ბავშვი ლაპარაკიც არ იცის, სიარულიც არ იცის, მარტო ტერილი იცის და ჭამა და ჩაისვრის ხოლმე და მორჩა, მეტი არაფერი არ იცის. მაგრამ მთელი ოჯახი მის გარშემოა შეკრული. რატო? ორი მიზეზი აქვს. ამ ბავშვში პიროვნული ცოდვა არ არის, არაფერი არ ჩაუდენია, უმანკოა. ბუნებითად ცოდვილია ყველა ადამიანი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პირველად არაფერი არ გაუფუჭებია და პლუს ყველა ემორჩილება ამ ბავშვს. ვაიმე იტირა, ვაიმე და ასლოკინა, ვაიმე გაიღიმა და ყველა ამას ემორჩილება. და ემორჩილებამ შეკრა მთელი ოჯახი და სიხარული მიიტანა ოჯახში. თუ ნორმალური ოჯახია ახლა არის, ყველა ადამიანს ყველაფერს გაფუჭება შეუძლია, მაგრამ თუ ნორმალური ოჯახია, აი ეს მორჩილება ამ ერთი ცისქნა არსებისა 60-ს ქმნის ოჯახში. საოცრებებს აკეთებს სიმდაბლე მორჩილებაში გამოხატული და როცა თქვათ აი ოჯახი იქნება, ბიჭი და გოგო ოჯახს ქმნიან, ხო თუ ეს დამოკიდებულება ექნებათ ერთმანეთისადმი, მე თუ მიყვარხარ შენ, მე შენ უნდა დაგემორჩილო. მე თუ მიყვარხარ შენ ზემოდან ვერ დაგხედავ. და თუ იქიდანაც ეს მოდის, ხო, იქნება 60 ოჯახში. იქ სადაც ზემოდან ყურებაა, როგორ შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანს ზემოდან უყურებ? აი შეერგაც. როგორ შეიძლება? იმას დაუყირებ კიდევაც, იმას მოკლედ, შეურაცხყოფასაც მივაყენებ და ყველაფერს იმიტომ ზემოდან უყურებ. ესმის? მე მას მენტორული ტონით დავალაპარაკები, მორალს აუკითხავ, ყველაფერს ვაკადრებ. შენიშვნებს მივცემ, ყველაფერს. ამიტომ სიყვარული არ არსებობს სიმდაბლის გარეშე. ეს მაგალითი რატომ მოვიყვანა? ეს ძალიან ვრცელი თემაა, მე შემიძლია განვავრცელო სიყვარულისა და სიმდაბლის თანაარსებობა. ეს საით ღმერთიდან მოდის, ღმერთია ეგეთი და იმიტომ. ღმერთი არის სიყვარული და ღმერთია სიმდაბლე, ორივე ერთდროულად არის. მაგრამ ეს მაგალითი მოვიყვანა იმიტომ, რომ ქრისტიანობა და თავისუფლებაზე ეგეთი წყვილია. სადაც თავისუფლება არ არის, ქრისტიანობა აღარ არსებობს. სხვა რელიგია არსებობს. მორთე არ მინდა რომ დავასახელო რელიგიები, დავაკნინო რომელიმე, მე აქ იმიტომ არა ვარ, რომელიმე რელიგიებზე ცუდი ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, მე მღვდელი ვარ ქრისტესი და ამიტომ ქრისტიანობა ვიცი და გეუბნებით. ქრისტიანობაში ესეა, რომ სადაც თავისუფლება არ არის, ქრისტიანობა იქ არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ თუ სადმე ნახავთ, რომ რაღაცა ხდება და თავისუფლება არ არის, იმ წამსვე უნდა მივხვდეთ, რომ იქ ქრისტიანობა აღარ არის. რაღაცა ხარბეზი აქვს მინიმუმ ქრისტიანობას. ეს მე აი რა შეასაბამება. ამიტომ თეოლოგიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ როცა ადამიანი ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ადამიანის თავისუფლებას აკნინებს და ადამიანს ართმევს თავარ ღირსებას, თავისუფლებას, შენ თუ სწორი განათლება გაქვს თეოლოგიური მიხვდები, რომ ეს ასას ლაპარაკობს ბრწყელად ვიღაცა. ეს ქრისტიანობა არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანის თავისუფლებას კლავს. ეხლა მეორე კითხვა შევიდა, კი, მაგრამ თავისუფლება რა არის? რა არის თავისუფლება? ეს ცალკე თემაა კი. ცალკე თემა. და ძალიან საინტერესოა და თუ შეხვედრები გქონდა, ამაზეც ვისაუბრებ.